როდესაც ჩემი ძალიან ცუდად იმუშავა, იტალიელთან რომ გამოცხადდა და ძალიან ძლიერი სახელმწიფო იყო. როგორ არ უნდა გააყალბებინა არჩევნები საბოლოოში, მანდ მივდივარ. თავი დავანებოდი სწორი არასწორია. ძალით შენ ამათ ვერ მოერევ. მოდი მაშინ დავიწყოთ პროტესტის ფორმაზე თუ გაქვს რამე საქმე, რამე თუ უნდა შეიცვალოს შენი აზრით, ამდენად მოგწონს, აქამდე რა შედეგი მოიტანა? აქამდე პროტესტმა ჩემი აზრით ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. მესმე რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა, რო არა პროტესტი და ჩვენ ისეთ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, რომ თუ გავჩერდებით, ზუსტად ვიცით, რომ მივიღებთ საშინელ ავტორიტარიზმს, აი ბელარუსზე რომ ლაპარაკობენ, აი თუ გავჩერდებით, იქამდე მივიღებთ ეს ნამდვილად ვიცი და თუ არ გავჩერდებით, გვაქვს შანსი, რომ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ. ყველა გოჯი თავისუფლება ახლა დასაცავია. ამიტომ აქამდე ბევრი რამ შევინარჩუნეთ და გასცემთ უარესად იქნება სიტუაცია დაწუნებული ვარ, ეს ერთი. მეორე, ერთმანეთ დავინახეთ და გამოჩნდა პოტენციალი ამ საზოგადოებაში, რომ ავაშენოთ რაღაც კარგი მომავალში თუ გავიმარჯვებთ. პოლიტმეცნიერებაში ეგეთი ფრაზა არსებობს, რომ თუ რაღაცას სისტემატიურად იმეორებ, ის საბოლოოში ინსტიტუცია ყალიბდება. დღეს შევათქვათ, რომ ქუჩაში რუსთაველზე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ინსტიტუცია. ყოველ შემთხვევაში ახალ გაცილებით, რომ სამბეჭდავ ფაზაში გადადის. მე მგონია, რომ ყველა ფორმა, რომელიც მშვიდობიან ჩარჩოში ჯდება, არის ჩვენი ინსტრუმენტი და რაც მეტ ახალ პროტესტ ფორმას გამოვიყენებთ, მით უკეთესი, იმიტომ რომ რასაც დიდი ხანი იყენებ, იმაზე ასე თუ ისე დამუღამებ. როცა რაღაც ახალს ამატები, იბნევიან ეგრევე და უწევთ ფორს-მაჟორულად განაიტრალების მოფიქრება და ბევრ შეცდომას. და რამდენად გაქვს იმედი, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება და პროტესტი საბოლოო ჯამში ახალ პოლიტიკურ ძალას აბადებს, იმიტომ რომ დაკვეთა ნამდვილად არის ოპოზიციურ ელექტორატშიც და ოცნების მომხრეებშიც. ახალი პოლიტიკური ძალები უკვე თანასახობრივ ფორმაში იბადება. მგონია, რომ ეს ნელ-ნელა უფრო და უფრო საჯაროდ გამოჩნდება, მაგრამ მახვილი თვალი ჩემთვის ისედაც შეამჩნევს კონტურებს. სხვა საქმეა რამდენად გამოუვათ ამ პოლიტიკურ ძალებს, რომ სერიოზულ შედეგს გავიდნენ. პოლიტიკური ძალები ბევრჯერ შექმნილა და არაფრით დასრულებულა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ფიზიკურად მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არ არსებობს რესურსები, არ არსებობს გარემო სივრცე ამ პოლიტიკური ძალებისთვის, რომ ის ძირითადი ინფრასტრუქტურა შექმნას აუცილებელი არის პოლიტიკური ძალისთვის. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ ჩვენ გადავტეხავთ ამ სიტუაციას, მე დავწევი რომ მოთხოვნაზე საზოგადოებაში რესურსი არსებობს და შეიქმნება პოლიტიკური ძალები, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში ეს ძალიან რთულია. ამ სისტემის პირობებში წინა ხელისუფლების რთული იყო და ეხლა კიდევ რთულია. ომის შიშთან დაკავშირებით რა შეფასება გექნება, რა შემთხვევაში შეიძლება აირიდოს საქართველოს? ერთი რაშიც ძალიან სუსტად ვარ და გამოსასწორებელი არის სიტუაცია, ეს არის მწერის ცოდნა. რუსეთის სპეციალისტები, ანალიტიკა, როგორც სპეცსამსახურების კუთხით, ისე მკვლევარების კუთხით, თუმცა შენ ყავს მეზობელი, ეს არის აუცილებელი. შენ თუ მას არ იცნობ, ვერ იქნები უსაფრთხო და არ გეცოდინება როგორ პოლიტიკა უნდა გაატარო. ჩვენ გვაქვს ახლა კატასტროფული სიტუაცია, ამაში ფულს უნდა დადოს სახელმწიფო. იმის და მიუხედავად შენ მემარჯვენე ხარ, მემარცხენე ხარ, არ აქვს მნიშვნელობა. როცა შენ ასეთი მტერი ყავს შილოეთით, შენ არ გაქვს უფლება რომ მას კარგად არ იცნობ. დღეს ჩვენ მას კარგად არ ვიცნობ. ეს არის ერთი აუცილებელი. მეორე ეს არის თავდაცვის გაძლიერება, იმიტომ რომ შენ თუ თავდაცვას არ აძლიერებ, შენ თავდაცვა ძალიან იოლია ამ შემთხვევაში. ანუ შენიზე თავდაცვა ძლიერი უნდა ჯდებოდეს. ეს არის ყველაზე ელემენტარული. ფინეთმა რაც ქნა, როცა უკრაინაში დაიწყო, ნატოში ინტეგრაცია მოინდომა და გაწევრიანდა კიდეც და მეორე ეგრევე გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი კომიტურად პატარა არის და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ არ გვყავდეს ძლიერი ჯარი. ამას თავის მიზეზები აქვს, მათ შორის შინია ძლიერი ჯარის, ჩემი აზრით, და ასეთ პოლიტიკურ სისტემებში შინია თქმა ძლიერი ჯარის, თავდაცვის გაძლიერება და დასავლეთთან ინტეგრაცია, ნატოსთან ინტეგრაცია, სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს. შენ გაქვს იმდენად არაპროგნოზირება და იმდენად არაადეკვატური მეტოქესთან საქმე, რომ შენ მანდ რაღაც არის ნეიტრალიტეტზე ამბობენ ხოლმე. შენ თან ქვეყანას უარ გამოუცხადებიან ნეიტრალიტეტი ისტორიაში არ როგორც მინიმუმ რუსეთთან მიმართებით და ეს კატასტროფულად დასრულებულა და ზოგადად ნეიტრალიტეტი რომ გამოცხადდა და ძალიან ძლიერი სახელმწიფო იყო. შვეიცარიას ყავს უძლიერესი ჯარი და ამაში დამბერ რესურსებს. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ჩვენთვის გაძლიერება გადის ნატოსთან თანამშრომლობაზე. ნატოს წევრი სახელმწიფოების ხალხაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი არის, რომ შენ ძლიერი თავდაცვა გქონდეს და მაგის ფონზე ნეიტრალიტეტს არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს შემაფერხებელი არც აქამდე არ ყოფილა და არც ხვალიდან არც მომჭი არ იქნება. ანუ თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის. მე არ ვიტყოდი რომ ეს უნივერსალური ფრაზაა, მაგრამ ჩვენს კონტექსტში აქ ლოგიკა არის. ხშირად განსხვავებული შეხედულებები აქვს თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებს ომის რიტორიკასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ იმის გამო რომ თვლიან რომ ეს პროპაგანდისტული ნარატივი თვითონ არ უნდა წამოწიონ და ტოვებენ უპასუხოდ. მეორე ნაწილია რომელიც ფიქრობს რომ უნდა უპასუხოთ და მესამე არის კიდევ ასეთი მიდგომა რომ ომის შიში საერთოდ არარაციონალურიაო და ეგ უნდა აუხსნათ ხალხს და ისე როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა, ომის შიში აბსოლუტურად
რაციონალური არის, არ ვეთანხმები რაღაც ძალიან დოგმატურ მიდგომებს, რომ აი თითქოს ტუტორიალში წავიკითხეთ, რომ პროპაგანდას არ უნდა უპასუხო. ეგეთი უნივერსალური მიდგომები ჩემს არ არსებობს. კონტექსტი გააჩნია ყოველთვის, რომ არის რაღაცები, რაც უნდა უპასუხო და უნდა განეიტრალო და კარგად უპასუხო. ეს არ ნიშნავს ავტომატურად შენ გააძლიერე და რომ ადამიანამდე მიიტანე პროპაგანდისტული მესეჯი, თუმცა აგრეთვე არის ბრიფინგები იქნება თუ რა მესეჯები იქნება, რომელიც შეიძლება უნდა გაატარო და არ უნდა უპასუხო. უნივერსალური მიდგომა რომ გამომშალო ასე ვაკეთებ უეჭველი ყოველთვის ყველა შემთხვევაში, ეგ მგონია სიგიჟე. მაიდნის მოწყობის მცდელობებს რო აბრალებენ ოპოზიციას, ამას რა პასუხს გასცემთ? საქართველოს და უკრაინას აქვს რადიკალურად განსხვავებული კონტექსტი, ორივე პოსტსაბჭოთა არის, მაგრამ იმდენად მეტი სხვაობა ვიდრე მსგავსება, რომ შედარება საბოლოო ჯამში სიგიჟე მგონია. აქ რაც ხდება, ამას საბოლოო ჯამში თავის სახელი დაერქმევა და იქნება საქართველოს არ იქნება არც უკრაინის შემთხვევასთან, არც მოლდოვის შემთხვევასთან, სხვა შემთხვევებთან განსხვავებული იქნება აუცილებლად. უკრაინაში ჯერ ერთი იყო, რა ჩათვალეთ 6-7 სხვა ივანიშვილი. ანუ იყო ბევრი სხვადასხვა ოლიგარქი, დიდი პოლიტიკური გავლენით, დიდი მედია, დიდი ფინანსური რესურსებით და პოლიტიკური ამბიციები. იქ 2013 წლის პროცესების ეს ადამიანები იყო ერთმანეთთან კონკურენციაში და ამიტომ გაცილებით პარიტეტული სიტუაცია იყო. ჩვენთან არ არის ლაპარაკი მსგავს შემთხვევაზე, რაც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი ადამიანი ყავს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ რაზმებში და პოლიციის რაოდენობით პერ კაპიტას ადამიანთან ერთობაში საქართველოში წარმოუდგენელი რიცხვები არის, უკრაინაში გაცილებით ნაკლები იყო ერთულ მოსახლეზე. შესაბამისად მე არ მჯერა იმას თავი დავანებოდი სწორი არასწორია, ძალით შენ ამათ ვერ მოერევ ამ შვიდობიანი მიდგომა ჩვენ თავარი იარაღი მგონია და ეგ არის რადიკალური განსხვავება უკრაინის შემთხვევასთან, როცა იქ დიდი რესურსები იყო ორივე მხრიდან ფიზიკური. ზოგადად ხო არსებობს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით ოპოზიციას უნდა ვაკრიტიკებდეთ თუ არა. და დღეს ესეთ მოსაზრება მოვისმინე, რომ ბელარუსში და რუსეთშიო ზუსტად მაგიტო აღმოჩნდა პროტესტი წარუმატებელია, რომ კერძო პარტიულ ინტერესებს გადააყოლეს და ერთმანეთის დაჭმას და პარალელურად ვითომ მოსახლეობისთვის რაღაცების ახსნასო და ეს იყო ანუ იმის არგუმენტი, რომ ახლა ვინც ქართული ოცნების მომხრეა ჯერ კიდე იმათი გადმობირების მცდელობა უსაგნო უმიზნოა და ასე ვთქვათ, ოპოზიციამ უკვე არსებული ელექტორატის მობილიზება და გალვანიზაცია უნდა სცადოს და ამასთან დაკავშირებით რას ვიკეთებთ? ბელარუსის და რუსეთის შემთხვევა, ზოგადად ორივე ერთმანეთისგან განსხვავდება. რუსეთში ჩემი აზრით საზოგადოების პასიურობა გახდა გადამწყვეტი, რამაც დაღუპა რუსეთი 2000 წლების დასაწყისში, როცა საზოგადოება გაატარა ძალიან ბევრი ადამიანის დაჩაგვრა, ადამიანის დარღვევა, თავისუფალი მედიის განადგურება, ამაზე საკმარისი რეაქცია არ იყო. ანუ ჩვენ უფრო გვაქვს რეაქცია, ხო? ჩვენ უფრო გვაქვს რეაქცია და ეს შეიძლება გარკვეული ისტორიულ-კულტურული კონტექსტიც აიხსნას, ჩვენ სხვა გამოცდილება აქვს, მათ სხვა გამოცდილება აქვს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს პოლიტიკოსების ბრალი იყო იქ. მე მგონია, რომ საზოგადოების პასიურობა იყო გადამწყვეტი და ეგრეც არ გამოვა, რომ მარტო პოლიტიკოსებზე გადაიტანა ბაშკებობა, თქვა, რომ მხოლოდ მათ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა ჩიხიდან, რომ ეს ყველა სვალდებულება არის, ეს ზოგადად მარტო ჩვენზე არ ვლაპარაკობ. ბელარუსში კიდე სხვა შემთხვევა იყო, იქ ეს პერსონალური ავტოკრატია 90-იანი წლების შუიდან შენდებოდა და იმდენად ბრუტალურ მეთოდებს იყენებდა ლუკაშენკო, რომელიც აკრობდა პოლიტიკურ ოპონენტებს, რაღაც შეიძლება არჩევნების წინ რაღაც მხოლოდ განხალი კომისიის ოპონენტი და საზოგადოება ვერ ახერხებდა, როცა გამოვიდა 20 წელს, საჭიროდ დაგვიანებული იყო. რაც შეეხება ოპოზიციამ რა უნდა აკეთოს, თბილისში წაგებულია საქართველოს ოცნებას მათი ვერ უცხოებით, თბილისში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიური არის, საშუალო კლასის უარსებობს ამ ქვეყანაში თბილისში არსებობს და ის ისედაც პროტესტში არის, შესაბამისად გავიდნენ რეგიონებში, ავიდნენ ერთი თუ სამეგრელოში, ერთი თუ გურიაში, იქიარონ, დაარიგონ, გაზეთები, პროკლამაციები ასე შემდეგ. იქ შექმნა პოლიტიკური პროცესი. ეს როგორც მინიმუმ რაც შეუძლიათ რომ გააკეთონ, სამოქალაქო საზოგადოებას და პარტიებს შორის რაღაც უნდა შეიქმნას რაღაც მეტი კოორდინაცია. კარგი იქნება თუ ამის ინიციატივას პრეზიდენტი გამოიჩენს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გარშემო მოხდება ეს. ისედაც უთქვამს გავსი მესეჯები ქონია, მაგრამ ამან სტრუქტურული სახე უნდა მიიღოს. ეს თუნდაც სამუშაო ფორმატებში არ გადავიდა, მაშინ ამას შედეგი ვერ ექნება. იმასთან დაკავშირებით რას ვფიქრობ, რომ ზოგადად ავტორიტარიული რეჟიმების დასამარცხებლად არ არის საკმარისი 50 ოდნავ+% კონდეს ოპოზიციას, ხო, ბევრად მეტი უნდა კონდეს და მათ შორის როცა ელექტორატი ნელ-ნელა ეჩვევა რაღაცნაირი ეტაპობრივი დესენსიტივიზაცია როცა ხდება იმის რომ ცოტათი გააყალბებენ აბა რას იზამენ 5%-ს გააყალბებენ 7%-ს გააყალბებენ ადმინისტრაციულ შეშს გამოიყენებენ აბა რა ჩვენთან ხო ეგ დამოკიდებულებაა რომ სულ ვიცით რომ რაღაცა პროცენტით საქართველოს არჩევნები ყალბდება რაღაცნაირად ოპოზიციაში ორად გაიყო ეს აზრები ზოგს ესეთი დამოკიდებულება აქვს რომ თუ ამაზე აკეთებ აქცენტს რომ ოპოზიცია მეტი უნდა იმუშაოს რეგიონებში მეტი მომხრე უნდა ყავდეს რეალურად ესე იგი რაღაცნაირად არჩევნების გაყალბებას უარყოფ აი ამ ორი
რაღაცის თავსებადობას თუ ემხრობი და რამდენად საჭირო ამ მხრივ მუშაობა. მოკლედ ერთმანეთს არ გამორიცხავს. მე ჯერა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამ მოიგო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ კარგად იმუშავა. ოპოზიცია ჩემს ძალიან ცუდად იმუშავა. ოპოზიციაც გაცილებით მეტი შეეძლო, თუმცა მათი რესურსები შეზღუდულია. ესეც მესმის. ძალიან. მაგრამ განწყობა ხელისუფლებისადმი მიდერ ნეგატიური იყო და ახლა კიდევ უფრო ნეგატიური არის, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას მოიგო. სხვა საკმარისი არჩევნები გაყავდა. როგორ არ უნდა გააყალბებინა არჩევნები საბოლოოში მან მივდივარ შეგუება მაგასთან რომ რაღაცა ნორმალური გაყალბება არსებობს და შემიგასწრებს სრული სიგიჟე და შენ შემდეგ არჩევნებზე როცა წავალაპარაკე არ უნდა დათანხმდე ამ არჩევნებს სერიოზული ცვლილებების გარეშე ჩვენ მოითხოვო რომ სისტემა რაღაც დონეზე მან შეიცვალოს თუმცა ბოლომდე ალბათ მას ვერ შეცვლი ამიტომ მათ გადამწყვეტ იქნება განწყობა საზოგადოებაში ატმოსფერო მუხტი როგორი არის როგორ შევალ ჩვენ აი ამ არჩევნებში ანუ თუ განცდა გაჩნდა რომ ხელისუფლება უკან დაიხია ხელისუფლება შეეშინდა ვინც უნდა გააყალბოს ადმინისტრაციულმა რესურსმა მათ უნდა გაუჩნდეთ განცდა რომ ხელისუფლება არის სუსტი თუ მათ უშტება განცდა რომ ხელისუფლება უკან დაიხია მისი мотивация რომ ეს ართული სპეცოპერაცია შეასრულოს რასაც კი არჩევნების ეგეთ ტოტალური გაყალბება ის ამას უბრალოდ ვეღარ მოახერხებს ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ არჩევნები კი არ უნდა იყოს გადამწყვეტებულად შენ არჩევნები და პროტესტმა გადატეხო რამენაირად ეს რეჟიმი და არჩევნები უნდა იყოს უბრალოდ ამის გაფორმება ჩამოშლილი უნდა მივიდნენ უკვე არჩევნებამდე თუ არჩევნებამდე ისინი მივლენ ისეთ კონსტიტუციაში როგორც იყვნენ 2024 წლის ოქტომბერში მაშინ შენ ვერ მოახერხებ ამ გაყალბების განეიტრალებას და ძალიან რთული ამოცანაა მაგრამ სხვა გზას მე ნუ შიგნიდან უნდა გაწყვეს მაინც ცოტა მაინც გაიგზავნოს მუხტის დონეზე უნდა გაწყვეს თუ აი დაბალი და საშუალო რგოლის შემსრულებლები ჩათვლა რომ ამათ საქმე წასულია მაშინ მართლა წასული არის ან სულ რეალურად არ იყოს მათ თუ ასე შეაფასეს აი უნდა დავარწმუნოთ რომ წაგებულების ნავში შედან ხო იღეთ საერთაშორისო ურთიერთობების კონსტრუქტივისტული თეორიების ბავშვობაში განიხილე ხა შენ დროთა განმავლობაში ამ პროტესტზე რაც რომ ეცალდებას ხედავთ მით უფრო მეტი ადამიანი იგებს ამ შესახებ მით უფრო მეტი ადამიანი მოდის სამსახურიდან რაღაცნაირად აღარ აწყობს რომ რეჟიმთან ასოცირდებოდეს და ამ პროცესს რამდენად შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე რომ შიგნიდან გაუჩნდეს ბზარები საგან დამავიწყე მე პასუხა დარწმუნებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხარდამჭერების როცა შენ რაღაც ფუნდამენტური ხედვა აქვს სერიოზულ საკითხზე ძალიან ინფანტილური ადამიანი თუ არ ხარ დღეში სამჯერ არ შეიცვლი პოზიციას მე გუშინ ქართული ოცნების ხარდამჭერი ვარ დღეს აღარ ვარ ხვალ ისე ვარ ეგრე არ ხდება ასეთ სერიოზულ საკითხებზე და მე თანდათან იცვლის პოზიციას შენ რომ მას უთხრა ძალიან ბევრი არგუმენტი აჩვენოს ადეკვატური ეთერი განსხვავებული აზრი ეს მას ხვალ შენს თანამოძ დაარაქცევს მაგრამ რაღაც გრადაცია აქ არსებობს მაგალითებიც კი არსებობს რუანდაში როცა გენოციდი მოხდა იქ იყო ეგეთ 1000 გორის რადიო და იმ რეგიონებში სადაც ხალხი მხოლოდ ამ რადიოს უსმენდა და იმ რეგიონებში სადაც ეს რადიო მოუწებლობდა მკვლელობების რაოდენობა იყო გასაგებთ რომ მაღალი ვიდრე იქ სადაც პროპაგანდა არ იყო პროპაგანდა მუშაობს ადამიანს მარტო პროპაგანდა ეს უფრო ძლიერად მოქმედებს თუ რაღაც განსხვავებული აზრი ეს მის ეს რაღაც დონეზე მაინც მოქმედებს ამიტომ ლაპარაკს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი მათ შორის ვიღაც არის ნეიტრალურად და ის რომ ჩვენ ფარესკად მოვიყვანოთ ვინც მათ ფარეს არის უნდა ვიცოთ რომ ნეიტრალურ სიტუაციაში გადავიყვანოთ აი მორალური სახის დაკარგვა რამდენად გაძლევს იმედს რომ მეტი და მეტი ადამიანი დაკარგავს ოცნების სადმი სიმპათიას ჩემი აზრით იმის მიუხედავად ქართულ ოცნებას კანონები აღარ აინტერესებდა მე უკვე მეცინებე კანონებზე ვლაპარაკი ანუ რასაც უნდა იმაშიდავენ ანუ მათ შეზღუდვა აღარ აქვს მაგრამ ისინი ყველაფერს არაკეთებენ ისინი ზომავენ ფილობენ მაინც იმიტომ რომ პროტესტის ეშინიათ ეს ჩანს მათ შორის ეშინიათ ხარდამჭერების დაკარგვას მანდ ეგეთი მომენტი მისო შენ თუ თავში ჭკუა გაქვს და ბევრი ჭკვიანი ადამიანიც იქით არის შენ თავს უნდა რაღაცნაირად დაუსაბუთო რომ მართალი ხარ შენ რაც უფრო გამოაცლი არგუმენტებს რაც უფრო ფულს გაუხდი ამ ამოცანას მე უფრო დიდი ალბათობა მგონია რომ საბოლოო ჯამში განუდგეს სისტემას ამოუდგენ და ასე შედგა რომ ადამიანი ვინც შინაგანად ორჭაფობს მაგრამ ჯერ ვერ დგამს რაღაც ნაბიჯს შენ მას მაქსიმალურად შენი ნაბიჯებით უნდა ხელი შეუწყო და შენ რაც უფრო მეტ სხვადასხვა ტაქტიკურ ნაბიჯს გამოიყენებ ისინი მეტ და მეტ შეცდომას დაუშვებენ და უფრო და უფრო დაკარგავენ ამ მორალურ საფრთხეს ძალიან დიდი მადლობა